ხუთი ნაწარმოები, რომელიც აბიტურიენტობისას უნდა წამეკითხა. პირველი იყოს ალბერ კამიუს შავი ჭირი, რომელიც უფრო პოლიტიკურ კონტექსტში გამოგადგებათ და ნამდვილად კარგი პარალელია. მეორე იტალიელი ავტორის დინო ბუცატის პატარა მოთხრობა 7 სართული, რომელიც ქართულად თარგმნილია და ცოტა სპეციფიკური პარალელია, მაგრამ მაინც კარგი და ღირებული. მესამე ქართველი მწერლის რევაზინანიშვილის ყველა მოთხრობა, იმიტომ რომ მოკლე მოთხრობები აქვს და თან განსხვავებულ თემებზე და მარტივად წაიკითხავთ და გამოგადგებათ პარალელებად. მეოთხე იყოს ასევე ქართველი ავტორი აკა მორჩილაძე და მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები ობოლე, რომელიც წესით გამსწორებლებს მოეწონებათ და თან რამდენიმე თემაზე შეგიძლიათ რომ მოიყვანოთ პარალელები. და ბოლო ფრანც კაფკას პატარა მოთხრობა გამოსასწორებელ კოლონიაში, რომელიც მარტივი წასაკითხია და ასევე რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე გამოგადგებათ რომ მოიყვანოთ ესეში პარალელად. ეგ იყო ჩემი ხუთი ნაწარმოები.